მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ირანზე მასიური დარტყმის შესახებ გააფრთხილა, პრეზიდენტმა ტრამპმა ახლა განაცხადა, რომ მან და ისრაელმა ეს დარტყმა გააუქმეს, რადგან გარდამტეხი შეთანხმება მიღწევადია. მაგრამ სანამ ვინმე დიპლომატიის გამარჯვებას გამოაცხადებს, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენ გვაქვს უახლესი ინფორმაცია დღევანდელ Jerusalem Minute-ში. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Jerusalem Minute-ში JNS TV-ზე. ალექს, ჩვენ გუშინ ღამით დავიძინეთ იმ ცნობებით, რომ აშშ შესაძლოა ისრაელთან ერთად ირანის ინფრასტრუქტურას დაარტყამდა. დილით გავიღვიძეთ და როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ოპერაცია გააუქმა, რომელიც მისი თქმით ისეთი მასშტაბური იქნებოდა, როგორც მსოფლიომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. თუმცა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებებს შანსი მიეცეს. მან თქვა, რომ ისრაელიც უერთდება ამ ვალდებულებას. ფიქრობ, ერთსა და იმავეს ვიმეორებთ. იცით, პრეზიდენტისგან ამას მუდმივად ვისმენთ, მას შემდეგ რაც თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, ეხლა უკვე რამდენიმე თვე გავიდა, უბრალოდ უყურებთ, როგორ არ ასრულებენ ირანელები თავიანთ ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, არ აძლევენ თავისუფალ ნავიგაციას ჰორმუზის სრუტეში. და შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, კარგი, ამჯერად სერიოზულად ჩავერთვებით და მასშტაბურად ვიმოქმედებთ. და მერე საბოლოოდ ცოტათი ერთვება, ხო ასეა, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი, რომ არ ეშინია სამხედრო ავანტიურის და ირანში შეტევის. მაგრამ საბოლოოდ ყოველ ჯერზე მისი კარტები ყველას თვალწინ იშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოლაპარაკების გზით შეთანხმება ურჩევნია. ეს არაერთხელ გვითქვამს. მისი პრიორიტეტია მოლაპარაკების გზით მიაღწიოს შეთანხმებას. ამავე დროს ის ხვდება, რომ მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის იმის ჩვენება, რომ მზად ხარ შეტევისთვის. თუმცა, თუ ამას ისევ და ისევ გამუდმებით გააგრძელებ, ირანელები მიხვდებიან ამას. და ამ ეტაპზე მათ ბევრად უკეთ ესმით ტრამპის მოლაპარაკების სტილი, ვიდრე ჩემი აზრით ტრამპს ესმის მათი მოლაპარაკების სტილი. და მათ სურთ ამ ციკლში დარჩენა, რადგან ფიქრობენ, რომ ეს პრეზიდენტის დამცირებაა. და დიდწილად ფიქრობ ასეც არის. ეხლა ნიშნავს ეს იმას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთ მომენტში მოთმინებას არ დაკარგავს, ჯერა რომ ერთ მომენტში პრეზიდენტი მოთმინებას დაკარგავს. რაც ნიშნავს, რომ მასშტაბურ ოპერაციაზე დაბრუნება გარდაუვალია. კითხვა დროის საკითხია. ძალიან შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დრო გაიყვანოს. რომ მას არ უნდა ეს გააკეთოს შუალედურ არჩევნებამდე. ურჩევნია ეს პროცესი გაგრძელდეს მანამ, სანამ შუალედურ არჩევნებს არ გადალახავს. იმედია ის შეინარჩუნებს წარმომადგენელთა პალატას. ის შეინარჩუნებს სენატს. და ამ დროს ის ამბობს, კარგი, შუალედური არჩევნები გადავლახე, ეხლა აღარაფერი მაქვს ანერვიულო, აღარაფერი მაგავებს. ეხლა კი ვაპირებ ეს გავაკეთო. ფიქრობ, აქ კიდევ რაღაც სხვა ხდება. და ეს ძალიან საინტერესოა და მგონი ჯერ არავის უთქვამს ეს, მაგრამ ხედავთ, რომ ტრამპი ეხლა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც ცდილობს ირანთან კონფლიქტი მართოს. კარგი. და ბევრ შემთხვევაში, რასაც ტრამპი აკეთებს ირანის მიმართ, პარალელურია იმასთან, რასაც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აკეთებს ღაზაში. ლიბანში, ჰუთებთან, ირანთან, რაც ნიშნავს ამ კონფლიქტების მართვას, ხო ასეა. და ხალხი მთელი ომის განმავლობაში აკრიტიკებდა ნეთანიაჰუს, ამბობდნენ, იცით, რატო ცდილობთ კონფლიქტის მართვას იმის ნაცვლად, რომ ბოლომდე გამოიყენოთ ყველაფერი, რაც გაქვთ. ეხლა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს ბევრი რამ აქვს გასათვალისწინებელი, რაც არის შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე ფრონტის შენარჩუნება, ხო ასეა. ნახეთ, ნეთანიაჰუმ მან გაგზავნა ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. და შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთის საზღვარი იძაბებოდა, მან ფაქტობრივად ღაზის ფრონტი დროებით გვერდზე გადადო. შემდეგ მან ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთის საზღვარზე გადაიყვანა, რათა ერთდროულად ორი სრული ფრონტი არ ებრძოლა. ეს არ გსურდათ. ასევე მას მოუწია, რაც ჩვენ იარაღის ეკონომიურად გამოყენებას უწოდებთ. მარაგებს სხვარი ქონდა. და ბენიამინ ნეთანიაჰუ არ სურდა საჯაროდ ეთქვა, რამდენი მარაგი ქონდა ისრაელის თავდაცვის ძალებს, მაგრამ მას მოუწია მუშაობა თავდაპირველად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რომელიც იარაღის მიწოდებაში ბევრად უფრო ნაკლებად იყო გახსნილი, და შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა დარწმუნებულიყო, რომ ადმინისტრაცია ისრაელს საჭირო იარაღს აწვდიდა. ასე რომ პროცესი წინ მიდიოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუ იღებდა გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ფრონტზე წინსვლის შესახებ, იმაზე დაყრდნობით, რამდენი იარაღი, შეტევითი და თავდაცვითი, რაც ისრაელს ჰქონდა. ასე რომ ნეთანიაჰუ მართავდა კონფლიქტს. და ეხლა ხედავთ, რომ ტრამპიც ზუსტად იმავეს აკეთებს. ფიქრობ, ეს დიდებული დადასტურებაა იმისა, თუ როგორ მართავდა ნეთანიაჰუ ომს ბოლო 3 წლის განმავლობაში. მოხსენებების მიხედვით, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება.
ასევე როგორც ჩანს, ბირთვულ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, მაგრამ მე მინდა ვისაუბრო ამ კონფლიქტის მართვაზე. ფიქრობ შესაბამისად, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეიძლება ეს ესმოდეს თავისი პოლიტიკის საფუძველზე, როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში კონფლიქტის მართვის კუთხით. ფიქრობ, რომ მას ესმის რას აკეთებს პრეზიდენტი? ანუ ისრაელი ისურვებდა, რომ ირანის საკითხი არ გადაეცეს მომავალ თაობებს და შემდეგ თაობებსაც. ეჭვი არ არის, რომ ისრაელი არ სურს ირანი იყოს რეგიონული საფრთხე, ტერორის რაფეხას თავი რეგიონში. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი იმედონებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი და რამდენიმე წუთში მათ შეხვედრაზეც ვისაუბრებთ, ისურვებდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს და რომ ირანი გახდეს შემდეგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ან სხვა ქვეყანა, რომელთანაც შეიძლება რაიმე სახის ურთიერთობა გქონდეს. იმის ნაცვლად, რომ ისევ იყოს მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებულია ტერორიზმის რეგიონული ზესახელმწიფო. არ მგონია, რომ ეჭვი იყოს იმაში, რომ ისრაელი უნდა ეს ვითარება ირანში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. კი, ეს უდავოა. ისრაელი უნდა, რომ რეჟიმში სრული ცვლილება მოხდეს. ისინი უნდა, რომ ირანი დემოკრატიად იქცეს, სადაც ირანის ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში აირჩევს საკუთარ ლიდერს. წმენით, რომ ირანის ხალხი 1979 წლიდან იტანჯება ამ ისლამური რესპუბლიკის ქვეშ. და თუ არჩევანს მისცემენ, არჩევდნენ ლიდერობას, რომელსაც არ სურს ირანი ჩაძიროს ბარბაროსობისა და ომის სიღრმეებში რეგიონის ყველა სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. არამედ სურს, რომ ირანი დაბრუნდეს თავის საამაყო კულტურასა და ერების თანამეგობრობაში. ეს არის ის, რაც ისრაელს სურს. და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ამაზე ძალიან კაფიოდ საუბრობს. სწორედ ამიტომ ამ 6 კვირიანი ომის საწყისი შეტევა, რომელიც იყო 28 თებერვალს, მიზნად ისახავდა უზენაესი ლიდერის განეიტრალებას, ალი ხამენეი. ეხლა ისრაელი იმედოვნებდა და ვფიქრობ შეერთებული შტატების პრეზიდენტიც იმედოვნებდა, რომ 6 კვირიანი ომის შემდეგ რომ ეს რეჟიმი დაეცემოდა. ეს იყო იმედი. და მე მჯერა იმ ანგარიშების, რომლებიც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ წინა შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც ნეტანიაჰუმ შეაფასა, რომ ეს რეჟიმი დაეცემოდა. ეხლა კი რეჟიმი არ დაცემულა. და რაც ხდება ირანში, ძალიან გავს იმას, რაც ხდება ღაზაში. იფიქრებდით, რომ 2.5 წლის ომის შემდეგ რომ ჰამასი სრულად დაეცემოდა. მაგრამ ესენი ტერორისტული ორგანიზაციებია და ტერორისტული ორგანიზაციები არ ნებდებიან. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, სანამ ბოლო ადამიანი არ დარჩება. კარგი, ასე რომ სანამ იქ ერთი კაცი მაინც იქნება, რომელიც ტერორის დროშას ააფრიალებს და იტყვის, რომ ჯერ კიდევ აქ ვართ, ისინი ჯერ კიდევ აქ არიან. და ირანშიც ანალოგიური სიტუაცია. 6 კვირის განმავლობაში ომი იყო, სადაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 15,000 სამიზნე დაარტყეს, როგორც იუწყებია. კარგი, ის ფაქტი, რომ ირანი ჯერ კიდევ არსებობს, მიუთითებს, რამდენად ღრმად არის გამჯდარი ტერორის ინფრასტრუქტურა, რამდენად ღრმად არის გამჯდარი ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია. სანამ ირანს შეუძლია ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრების ხელფასების გადახდა, ისინი გააგრძელებენ მოსახლეობის ტერორიზებას. ამიტომაც არის ირანის ბლოკადა ესეთი მნიშვნელოვანი. ამიტომაც არის სანქციები ესეთი მნიშვნელოვანი. რადგან საჭირო ამ რეჟიმის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მოშლა, რომ მათ ვეღარ შეძლონ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრებისთვის ხელფასების გადახდა. დონალდ ტრამპს ბევრად უფრო უჭირს ამ რეჟიმის მოცილება, ვიდრე ეგონა. მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ, სანამ ამ ნიმუშს ხედავთ, ამ გამეორებად ციკლს, ირანი იწყებს მოლაპარაკებებს, ამბობს, რომ ყველაფერს მოგცემთ, რაც გსურთ, ტრამპი ამბობს, კარგი, ბოლოს და ბოლოს შეთანხმებას მივახციეთ. და შემდეგ ირანი უცებ ამბობს, ნახეთ, ეხლა ხან შეუტიეთ ხომალდს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადიოდა. შემთხვევით გაუშვით ბალისტიკური რაკეტა ქუვეითის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ან საუდის არაბეთის მიმართულებით. თქვენ ნახავთ ამ მუდმივ დარღვევებს. შეერთებული შტატები მცირე ზომის საპასუხო ქმედებას ახორციელებს. შემდეგ სიტუაცია ოდნავ უფრო იძაბება. შემდეგ ხედავთ, რომ ტრამპი რაღაც უფრო დიდს აკეთებს. მაგალითად, როცა მან 13 ღამე ზედიზედ შეტევები განახორციელა, მაგრამ მაინც სრულმასშტაბიანი ომი არ არის. და შემდეგ მუქარა. იცი, ჯოჯოხეთის კარიბჭეების გახსნის, მეორე მსოფლიო ომში დაბრუნების, მესამე მსოფლიო ომში დაბრუნების მუქარა. შემდეგ ირანი ამბობს, კარგი, ისევ მოვილაპარაკებთ. უარყოფენ, რომ ისევ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამბობენ, რომ ეს ტრამპს უნდა და შემდეგ ისევ და ისევ იმეორებ ამას, სანამ პრეზიდენტ ტრამპს მოთმინება არ ამოეწურებავრება. დიახ, ხედავ, რომ ამ მიმართულებით მივდივართ. ალბათ შუალედურ არჩევნებამდე, როგორც თქვით. მაგრამ თუ 3 ან 4 დღით უკან დაბრუნდებით, პრეზიდენტი ტრამპი თავად ამბობდა, ჩვენ მათ მაგრად გავუსწორდებითო. ესე თქვა მან.
მგონი ეს პირდაპირ ეთერში თქვა Trey Ingstan, Fox News-დან. President Trump reagirებს ირანის ჰამიდ განხორციელებულ თავდასხმაზე აშშ-ს ძალებზე იორდანიაში. პრეზიდენტი Trump Fox News-ს ეუბნება ირანზე, ჩვენ მათ დედას უტირებთო. მან დაამატა, ჩვენ ძლიერად დავარგკამთ მათ, ისინი სერიოზულ დარტყმას მიიღებენ. და მას შემდეგ რაც ეს სიტყვები თქვა, სენკომმა განახორციელა ძლიერი დარტყმები ირანში მდებარე ათეულობით IRGC-ის სამიზნეზე. ანუ ასე ჩანდა, რომ ვითარება ამ მიმართულებით მიდიოდა. ვფიქრობ, ეს იყო 4 შაბათს. 3 შაბათი თუ 4 შაბათი. Trump-ი ხოიცით პირდაპირ ეთერში აკეთებდა ამ კომენტარებს. და ეხლა იმ მდგომარეობაში ვართ, რომელშიც ვართ. და კიდევ ნახეთ რაღაც ახალი. ერთობლივი ასე შეშვსა და საუდის არაბეთის იერიშები, რადგან ჰუთები თავს ესხმოდნენ საუდის არაბეთს. და შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი სწორად აბრალებენ ირანს ამ ესკალაციას და პირდაპირ ირანში უტევენ. ასე რომ პირველად შეერთებულ შტატებს ამ ომში კიდევ ერთი პარტნიორი ხავდა. საუდელები. ეს არ არის ისრაელი. და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ არსებობს ის შეკავება, რაც ისრაელმა შეძლო დაემყარებინა. და ასე ყალიბდება შეკავება. როცა აჩვენებ იმ ძალას, რაც ისრაელმა აჩვენა ამ ომის განმავლობაში, ჰამასის და ჰეზბოლას დასუსტება. მზადყოფნა, გადალახო ის წითელი ხაზები, რასაც საერთაშორისო საზოგადოება აკენებს, 6 კვირის განმავლობაში შეერთებულ შტატებთან ერთად ფრენა, მას შემდეგ რაც წინა წელს 12 დღის განმავლობაში ერთად დაფრინავდა. და უბრალოდ აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერი სამიზნის დაზიანება, რაც სურთ. და ამ პროცესში არც ერთი თვითმფრინავი არ დაუკარგავთ. გახსოვდეთ, ისრაელმა არც ერთი თვითმფრინავი არ დაკარგა 6 კვირიანი ომის განმავლობაში. არც წინა 12 დღიანი ომის დროს. არც ირანზე განხორციელებულ წინა დარტყმებში. ამიტომ ირანს ამ ეტაპზე არ სურს ისრაელთან ბრძოლა, მათ იციან, რომ ისრაელი რადგან ისრაელი ყოველ რაუნდში მიდის. The Premier Minister Netanyahu ეს თქვა. თქვა თუ ბრძოლას დაუბრუნდებით, იმას ვერ მიიღებთ, რაც წინა ჯერზე მიიღეთ. ბევრად მეც მიიღებთ. და ისრაელმა აჩვენა, რომ ბევრად მეც გააკეთებს. ასე რომ ხედავთ, რომ ირანი მზადაა გამოსცადოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მზადაა გაუშვას ბალისტიკური რაკეტები, კიდევ ერთხელ ქუვეითზე, ემირატებზე, იორდანიაზე, კატარზე, საუდის არაბეთზე. მაგრამ ისინი ამ ეტაპზე ისრაელზე სროლას არ აპირებენ. სურთ, რომ ისრაელი ამაში არ ჩაერიოს. ეხლა ჩემი აზრით ერთადერთი გზა, რომლითაც ისრაელი ისევ ჩაერთვება, არის თუ პრეზიდენტი ტრამპი სრულმასშტაბიან ომში დაბრუნებას მოისურვებს. და მაშინ ისრაელიც ჩაერთვება. და ისრაელი მზადაა. ისრაელი მზადყოფნაშია. და აქ ისრაელში შეფასება ესეთია, რომ ისრაელი გარკვეულ ეტაპზე შეერთებულ შტატებთან ერთად იმოქმედებს და რომ ისრაელიც მზად იქნება იმ დროს. რომ შეკავების პოლიტიკა სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება და ისრაელი კვლავ ირანის ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდება. მაგრამ ისრაელიც კმაყოფილია გვერდიდან უყუროს მოვლენებს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს. და ამ ყველაფრის გარდა ალექს გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში პირისპირ შეხვედრა ჰქონდათ. ოფიციალური პრესკონფერენცია არ ყოფილა. როგორც გავიგე, ნეთანიაჰუ გვერდითი კარიდან შევიდა, რომ ყურადღება არ მიექცია, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მაინც იმართებოდა. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რაც ოდესმე ჰქონია ამ ორ ლიდერს. მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მტკიცეა. მოდით მოусმინოთ პრემიერ-მინისტრის კომენტარს. ეს შესანიშნავი იყო. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რაც ოდესმე მქონია. და მე ყოველთვის არ მინდა იმედი გაუცრუო ჩვენს ვითომ კრიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ იპოვონ, ბზარები ჩვენს ალიანსში. და რასაც ისინი დღეს პოულობენ, გრანიტის კედელია. ჩვენ არ გვინდა, რომ თეირანში ამ ფანატიკურ რეჟიმს კონდეს ბირთვული იარაღი, რომლითაც დაემუქრება ყველა ამერიკელს, მსოფლიო მშვიდობას და ისრაელის არსებობას. ასე რომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ეს მიღწეული იქნება ან დიპლომატიური გზით, ან სხვა გზებით. მაგრამ ჩვენ ორივე ამ მიზანს ვემსახურებით. ასე რომ ალექს პრესკონფერენცია არ გაიმართა, მაგრამ წყაროების მიხედვით რამდენიმე საკითხი განიხილებოდა. რა თქმა უნდა, ირანი იყო ყურადღების ცენტრში, დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მცდელობა. ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა, სანქციებისა და სხვა ზომების მეშვეობით, ასევე სამხედრო ვარიანტების შენარჩუნება თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს. ხანდახან მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი ცოტათი აჭარბებს. რაც ჩემი აზრით არ ეხმარება ხალხს იმის გააზრებაში, რამდენად სერიოზულია ეს კომენტარები. ასე რომ არ ვიცი, ეს შეხვედრა იყო თუ არა საუკეთესო, რაც ოდესმე ქონიათ. მაგრამ იცით, როცა რამდენიმე მაღალჩინოსანს ვესაუბრე, მათ მართლაც ესე ეგონათ, რომ შეხვედრა კარგად წარიმართა. და მე აღმოაჩინე, რომ ასეთი შეხვედრები პოზიციებს უფრო ნათელს ხდის. ისევე როგორც მუდმივად ისმენთ მედიაში სათაურებს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დიდი განხეთქილებაა,
პრემიერ-მინისტრმა აღმოაჩინა, რომ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა მისთვის სასარგებლოა. და ეს ნამდვილად ეხმარება ურთიერთობაში წარმოქმნილი ბზარების ამოხსებაში. ძირითადად იმიტომ, რომ მედია ცდილობს აქ განხეთქილება წარმოაჩინოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკაზე უთანხმოება. პრეზიდენტი აშკარად მოლაპარაკებებს ანიჭებს უპირატესობას. ისრაელის პრემიერ-მინისტრი არერიდება თქვას, რომ ფიქრობს, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება. და ის ამჯობინებს ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ბრძოლაზე დაბრუნებას, სანამ ეს რეჟიმი არ დაინგრევა. მაგრამ მათ შორის განსხვავება არ არის კომუნიკაციის თვალსაზრისით, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ძალიან გამჭვირვალეა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოხდეს. ის ამ ურთიერთობაში უფროსი პარტნიორია. და ბენიამინ ნეთანიაჰუც ასევე ძალიან გამჭვირვალეა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიაჩნია მას და ისრაელს საჭიროდ. ისიც ძალიან გამჭვირვალეა. და ისინი ორივე საუბრობენ ამაზე და ერთ აზრზე რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ინტერესები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხედვიდან მოდიან, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ისინი ორივე ახერხებენ შეთანხმებას და ზოგად გაგებას აღწევენ. ფიქრობ, ნიშნულოვანია ისიც, რომ JD Vance იმ შეხვედრაზე იმყოფებოდა. თავიდან ნათელი არ იყო, რომ Vance იქ იქნებოდა. Vance იყო ის, ვინც რისკზე წავიდა და საჯაროდ დადგა ამ მოლაპარაკებების უკან. ასე რომ, არ იყო ორი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დროს ტრამპს ჩურჩულებდნენ. ყველა ერთად იყო ოთახში. ნეთანიაჰუ, ტრამპი, ვანსი, რუბიო, ჰეგსეთი, ყველა ოთახში იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონ დერმერი, რომელიც ცოტა ხნის წინ სტრატეგიული საკითხების მინისტრის პოსტიდან გადადგა, მანამდე კი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის ამ ურთიერთობას მართავდა. იცით, მე ვესაუბრე რამდენიმე მაღალჩინოსან ისრაელის ოფიციალურ პირს ამ შეხვედრამდე, რომლებმაც თქვეს, რომ ურთიერთობა ნამდვილად ცოტათი დაიძაბა. რადგან დერმერი, რომელიც ძალიან კარგად ინარჩუნებდა ამ ურთიერთობას, აღარ მუშაობდა ამ საქმეზე სრულ განაკვეთზე. მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დერმერი ვაშინგტონში იმყოფებოდა შეხვედრის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ის არც ერთ საჯარო ფოტოზე არ გამოჩენილა. მოგვახსენეს, რომ ის იმ შეხვედრებიდან ზოგიერთზე იქ იყო. ასე რომ ვფიქრობ, როცა ნეთანიაჰუ ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა, ისინი შეთანხმდნენ ერთ პოზიციაზე. არსებობს ზოგადი ურთიერთგაგება ორ მხარეს შორის. იცით რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. და მე ნამდვილად მჯერა, რომ ისრაელმა წარადგინა მნიშვნელოვანი არგუმენტები ომში დაბრუნების სასარგებლოდ, რაც ასევე მოიცავდა საიდუმლო დაზვერვის მასალების წარდგენას, რაც აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ირანი კიდევ ერთხელ აჩქარებულად აღადგინოს თავისი ბირთვული პროგრამა, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდ საფრთხედ იქცევა, ვიდრე ადრე იყო. თუნდაც ის მცირე რაოდენობა, რაც ეხლა აქვთ, უფრო საშიშია, ვიდრე ადრე ჰქონდათ, რადგან იციან, რომ დრო შეზღუდული აქვთ, სანამ მის გამოყენებას შეძლებენ. ასევე ყველა ის აქტივობა, რასაც ისინი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის აღდგენისკენ მიმართავენ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გარდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მას ჰქონდა პირადი შეხვედრები პეტ ჰეგსეთთან, ომის მდივანთან, AIPAC-ის წარმომადგენლებთან, სენატორებთან, ევანგელისტ ლიდერებთან. მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო ამ შეხვედრაზე JD Vance-თან. როგორც ჩანს, მათ პირისპირ შეხვედრა ჰქონდათ. არ ვიცი, იყო თუ არა რაიმე საჯარო განცხადება გაკეთებული ამ შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ან სხვა. ცხადია, მათ პრესკონფერენცია არ ჰქონიათ, მაგრამ JD Vance მახსოვს, რამდენიმე კვირის წინ ჯო როგანის შოუში იყო. მას ჰქონდა გარკვეული, მე ამას უწოდები დამამცირებელ კომენტარებს. თქვათ ესე, აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობაზე. ვიცით რამე იმ შეხვედრიდან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ეხლა, როცა 2 წელი დარჩა შემდეგ არჩევნებამდე, შესაძლოა JD Vance იყრის კენჭს პრეზიდენტად. რას ვიგებთ იმ შეხვედრიდან და ამ ეტაპზე რა ურთიერთობაა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრსა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის? როგორც თქვით, ეს საჯარო შეხვედრა არ ყოფილა. არ ყოფილა ფოტოები იმ შეხვედრიდან, როგორც მაგალითად იყო ჰეგსეთის ან სხვა სენატორებთან შეხვედრისას, ვისთანაც ნეთანიაჰუმ გამართა შეხვედრები. მან სენატორ ტომ ქოტონთანაც გამართა შეხვედრა. მან პენსილვანიიდან სენატორ ჯო ფეტერმანთანაც გამართა შეხვედრა. ასე რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-თანაც შედგა საუბარი. და ვფიქრობ, ნეთანიაჰუს სურდა სრულიად ნათელი გაეხადა, რომ ის, რასაც JD Vance იმ კომენტარებში მიანიშნებდა, ჯო როგანის პოდკასტში, თითქოს ისრაელი კარგად დაფინანსებულ კამპანიას ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით. უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ბევრი საკუთარი მკაფიო აზრის მქონე ისრაელელია, რომლებიც საკუთარ სოციალურ მედიას მართავენ და არიან საინფორმაციო ორგანიზაციებიც. მაგალითად, JNS, საინფორმაციო ორგანიზაცია, სადაც ჩვენ ისრაელის ადმინისტრაციისგან ერთი თეთრი წარმიგვიღია. შესაძლოა ჩვენ წინააღმდეგი ვიყოთ მოლაპარაკებების. ჩვენ ვეკრნობით იმ საჯარო განცხადებებს, რასაც ისრაელში ვისმენთ. იმ შეფასებებს, რომ მოლაპარაკებები ჩავარდება. ვფიქრობ, ისრაელებს ამისთვის სრულიად საფუძვლიანი მიზეზები აქვთ.
და ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებები ჩავარდება. ეს ადნიშნავს იმას, რომ მთავრობა ცდილობს ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები. და არა მხოლოდ ეს, არამედ როდესაც JD Vance ესეთ რაღაცებს ამბობს, რაც სიმართლე არ არის. კარგი, როდესაც JD Vance ამბობს რაღაცებს, მაგალითად, იცით, ისრაელი უბრალოდ ერთ-ერთი იმ აქტორია, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს ამერიკის მთავრობის მუშაობაზე. როგორც კატარი ან ჩინეთი, რომლებიც ბევრად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ შეერთებულ შტატებში მავნე გავლენისთვის, ვიდრე ისრაელი, მრავალჯერადად მეტი რაოდენობით. ეს რას აკეთებს? ეს ნამდვილად აფუჭებს იმ ურთიერთობას, რომელიც ისრაელმა ასე ძლიერად ააგო ევანგელისტურ საზოგადოებასთან შეერთებულ შტატებში და თქვენ ასევე ნახეთ აქ, რომ კიდევ ერთხელ ნეთანიაჰუ შეხვდა ევანგელისტ ლიდერებს, როგორც ყოველთვის აკეთებს ამ ვიზიტის დროს. და ეს ევანგელისტი ლიდერები პატივს სცემენ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და სჯერათ, რომ ნეთანიაჰუ ყველაფერს აკეთებს თავისი ძალის ფარგლებში, რათა გააძლიეროს ისრაელის სახელმწიფოს სტრატეგიული პოზიცია, რაც მათი რწმენით რელიგიური მოვალეობაა, რომ ვინც ისრაელს დალოცავს, თავადაც დალოცვილი იქნება. ისინი ამას ისევ და ისევ იმეორებენ და სჯერათ, რომ ნეთანიაჰუ მათთვის ნამდვილი მეგობარია და ისინი ისრაელის სახელმწიფოს ერთგული მეგობრები არიან. და კომენტარები, როგორიცაა JD Vance-ის განცხადებები, ძალიან გავს იმას, რასაც Tucker Carlson-ი, Candace Owens-ი, Alex Jones-ი და თუნდაც Nick Fuentes-ი ამბობენ ისრაელის გავლენაზე შეერთებულ შტატებში. და ეს არის მიზანმიმართული კამპანია. ასე რომ, როცა კარგად დაფინანსებულ და მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობთ, თქვენ გაქვთ ეს მედია, რომელიც იმ მხარეს დგას, რომელთანაც როგორც ჩანს JD Vance იდენტიფიცირდება, რომლებიც განზრახ ცდილობენ დაანგრიონ ეს ურთიერთობა ისრაელსა და ევანგელისტურ ბაზას შორის შეერთებულ შტატებში. რადგან მათ, კატარის წარმომადგენლებთან და სხვებთან ერთად, კარგად იციან, რომ ისრაელის ნამდვილი მხარდამჭერი ბაზა შეერთებულ შტატებში სწორედ ევანგელისტი ქრისტიანებია. მაშინაც კი ბევრად უფრო მეტად ვიდრე ებრაული საზოგადოება. და საქმე არ არის იმაში, რომ ევანგელისტებს ისრაელი ებრაელებზე მეტად უყვართ. უბრალოდ ეს რაოდენობაზეა, ხომ გესმით? ისრაელის, ანუ ებრაელი მხარდამჭერები ისრაელის, საუბარია დაახლოებით 5 მილიონ ადამიანზე შეერთებულ შტატებში, რომლებიც ძირითადად დემოკრატიულ საარჩევნო ოლქებში ცხოვრობენ, სადაც ხმების გადატანა შეუძლებელია. კარგი, ასე რომ მათ არ აქვთ ისეთი პოლიტიკური გავლენა, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი ისრაელს დაუკავშირონ. ეს სწორედ ევანგელისტ ქრისტიანებს შეუძლიათ. რადგან შეერთებულ შტატებში დაახლოებით 80 მილიონი ევანგელისტი ქრისტიანია. ორგანიზაცია, მაგალითად როგორც Christians United for Israel, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროისრაელური ქრისტიანული ორგანიზაცია შეერთებულ შტატებში. ისინი ამბობენ, რომ 14 მილიონი წევრი ჰყავთ. მე არ ვამოწმებ, რას ნიშნავს იყო Christians United for Israel-ის წევრი, ან რას ნიშნავს ეს, ან იხდიან თუ არა ფულს, ან რაც არ უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ორგანიზაციას 14 მილიონი წევრი ჰყავს. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე შეერთებულ შტატებში ებრაელების რაოდენობა. მართალია. კარგი, ასე რომ იცი, ეს ევანგელისტური მხარდაჭერა ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თავისი 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში ბევრი გააკეთა ამ ურთიერთობის გასამყარებლად. სხვათა შორის დემოკრატებმა მათ ნეთანიაჰუ დაადანაშაულეს იმაში, რომ მან დემოკრატების მხარდაჭერა დაასუსტა ისრაელის მიმართ, რადგან თითქოს ევანგელისტ ქრისტიანებზე გადაიხარა. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ნეთანიაჰუს სტრატეგია იყო დემოკრატებისგან ევანგელისტებისკენ გადახრა. ისრაელი და ებრაული საზოგადოება ყოველთვის ცდილობდნენ დარწმუნებულიყვნენ, რომ ამ დემოკრატიული ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდათ ლიბერალური ებრაული ჯგუფისა და ისრაელის მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. მაგრამ როცა ეს მცირდებოდა, ევანგელისტი ქრისტიანები ამბობენ, ჰეი, მათი მხარდაჭერა მცირდება, ჩვენი მხარდაჭერა კი არ მცირდება. ეხლა ყატარელები და სხვები ხვდებიან, რომ ისრაელისადმი მხარდაჭერის დაზიანების გზა ამერიკაში არის ევანგელისტების გადაბირება. ასე რომ დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შევიდა JD Vance-თან ერთად, პირველ რიგში რომ ფაქტები დაეზუსტებინა, განაცხადა, რომ ისრაელი აშკარად არდებს ფულს JD Vance-ის წინააღმდეგ მუშაობაში. ეს მოლაპარაკებები ირანის გამო დაიშლება, არა ისრაელის გამო. და მეორე, რამდენად საზიანოა, როცა JD Vance აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ხელს უწყობს მათ, ვინც აქტიურად ცდილობს ევანგელისტების მხარდაჭერის მოშლას ისრაელისთვის. სხვათა შორის, ალექს, ეს იყო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მერვე შეხვედრა თეთრ სახლში. ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული გასულ კვირას, მე-7 იყო თუ მერვე. ეს ნამდვილად მერვე იყო, ორჯერ თუ არა სამჯერ მეტი. სხვა ნებისმიერ ლიდერზე მეტად. და ეს რიცხვი თავისთავად აჩვენებს ურთიერთობის სიძლიერეს. თუ ტრამპს ნეთანიაჰუ მობეზრდა, ბოლო ადგილი, სადაც მას ნახავდა, ისევ ოვალურ ოფისში იქნებოდა. და ამავე დროს
მე ვფიქრობ, რომ თუ ტრამპი ცდილობს ირანელებს აჩვენოს, რომ სამხედრო ოპციასთან დაკავშირებით სერიოზულად არის განწყობილი, თუ მან ეს გაიგო. ერთადერთი გზა, რომლითაც ირანელებთან მოლაპარაკება შეგიძლია, არის ის, რომ მაგიდაზე ძალიან სანდო და ძლიერი სამხედრო ვარიანტი იდოს. ნეთანიაჰუს თეთრ სახლში მოყვანა ალბათ ირანელებს ფეხები უკანკალებთ, რადგან იცით ნეთანიაჰუს ამ სიტუაციაში რა უნდა. ასე რომ ის ფაქტი, რომ ტრამპი მზად იყო მას შეხვედრაზე მიეწვია და სხვათა შორის ნათელი არ იყო, რომ ნეთანიაჰუ ამ შეხვედრას მიიღებდა და ალბათ ეს მხოლოდ ლინსი გრემის დაკრძალვის გამო მოხდა და ნეთანიაჰუს ნამდვილად სურდა ლინსი გრემისთვის პატივის მიგება. ლინსი გრემი ისრაელში უფრო ხშირად იყო ნამყოფი, ვიდრე ნებისმიერი სხვა სენატორი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდა. ისრაელის ნამდვილი მეგობარი, ისლამური რესპუბლიკისა და ირანის და მათი ბირთვული პროგრამის ნამდვილი მოწინააღმდეგე. ნეთანიაჰუს სურდა ლინსი გრემის ხსოვნის პატივისცემა მის დაკრძალვაზე, მაგრამ ასევე ეშინოდა ვაშინგტონში ჩასვლის, თუ ტრამპი მას შეხვედრას არ შესთავაზებდა. ხომ ასეა? რადგან ეს უხერხულობას გამოიწვევდა. და ეს მიანიშნებდა, რომ ურთიერთობა დაძაბულია. მაგრამ ტრამპმა ფაქტობრივად მართლაც დაპატიჟა ნეთანიაჰუ. და ის ფაქტი, რომ მან ნეთანიაჰუ დაპატიჟა, მე ვფიქრობ, ეს აჩვენა ირანელებს და რეგიონში ყველას, რომ ალიანსი კვლავ ძლიერია და სამხედრო მუქარა კვლავ სარწმუნოა და ისევ რეალურ ვარიანტად რჩება. და ეს ეხმარება ტრამპს ირანელებთან მოლაპარაკებების მცდელობებში. ეხლა საბოლოოდ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები კვლავ დაიშლება. მაგრამ შესაძლოა კიდევ ერთხელ ტრამპი ეხლა უბრალოდ ცდილობს დრო მოიგოს და შესაძლოა ეძებს გზას, რომ შუალედურ არჩევნებამდე მიაღწიოს, სანამ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას განაახლებს. გაგრძელდება, ჩვენ ყოველთვის მაღალ მზადყოფნაში ვართ აქ. ხო, და თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ ისრაელის. რადგან ერთი მხრივ ტრამპმა შეიძლება ცდილობს, რომ შუალედურ არჩევნებამდე არაფერი გააკეთოს. მაგრამ ნეთანიაჰუსაც ხელახლა იკრის გენს, ზუსტად ერთი კვირით ადრე, ვიდრე ASS-ში შუალედური არჩევნები გაიმართება. და დიდი კითხვის ნიშნებია იმაზე, როგორი იქნებოდა ისრაელის პოლიტიკა, თუ ნეთანიაჰუს გარდა ვინმე სხვა იქნებოდა ხელისუფლებაში. ძალიან მალე გავიგებთ ამას, მაგრამ მინდა გადავიდე შემდეგ თემაზე. ასევე დიდი ამბავია. შაბათ-კვირას პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ჰამასმა დათანხმდა მშვიდობის საბჭოს განიარარებას. პრეზიდენტის თქმით მიღწეულია ისტორიული შეთანხმება ჰამასის სრული განიარარების შესახებ. ეს მხოლოდ დეტალების ნაწილია. ჰამასი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩააბარებს იარაღს. ჰამას აღარ ექნება მმართველი როლი ღაზაში. ჰამას ჩაანაცვლებს ტექნოკრატიული, ეგრეთ წოდებული პალესტინური ადმინისტრაცია. საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა გააკონტროლებს შეთანხმების შესრულებას. ჰამასი რა თქმა უნდა აცხადებს, რომ შეთანხმება პირობითია. ისინი ამტკიცებენ, რომ ისრაელმა უნდა შეწყვეტოს სამხედრო ოპერაციები და პროცესის ფარგლებში გაიყვანოს ჯარები ღაზიდან. მართლა გონია, რომ ჰამასი განაიარარებს თავს? ვგულისხმობ, სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს ორგანიზაცია თავიდანვე, რომ სამხედრო გზით გაენადგურებინა ისრაელის სახელმწიფო. რა თქმა უნდა, 7 ოქტომბერი და ხალხს ზოგჯერ ავიწყდება, რამდენი თვითმკვლელი ტერაქტი ჰქონდა ჰამას მოწყობილი 2000-იანების დასაწყისში. იერუსალიმში, ნათანიაში, თელ-ავივში. მართლა გონია, რომ ჰამასი განაიარარებს თავს ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ შეთანხმების მიმართ. ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გადავხედოთ ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც ტრამპმა გამოაქვეყნა. და ვფიქრობ, რომ როგორც ჩანს, ისრაელი ამ პოსტის არც ერთ ფორმულირებას არ ეწინააღმდეგება. ეს იყო ძალიან ფრთხილად ჩამოყალიბებული პოსტი. იცით, თუ ისრაელი მიიღებს იმას, რასაც ტრამპი აქ-წერს, ისრაელი ამით კმაყოფილი იქნება, მაგრამ კითხვა, რომელსაც სვამთ და რომელიც სწორი არის ის, განიარაღდება თუ არა ჰამასი რეალურად. და ამ კითხვაზე პასუხი ალბათ უარყოფითია. და ისრაელი ძალიან კაფიო იყო ამ პოსტის შემდეგ, არ არის უთანხმოება პრეზიდენტის ნათქვამთან, მაგრამ ამავე დროს ამბობს, ისრაელი არ აპირებს თუნდაც 1 ინჩით უკან დაიხიოს ტერიტორიიდან. არც ყვითელი ხაზის მიღმა და არც იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ახლა აკონტროლებს ყვითელი ხაზის წინ. სანამ რეალურად არ ნახავენ, რომ ჰამასი აკეთებს იმას, რასაც ამბობს, ეხლა ჰამასის ინტერესია თქვას, რომ ამას გააკეთებს. ისინი ამბობენ, რომ განიარაღდებიან და იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დააძალებს ისრაელს უკან დახევას, რომ მათ შეძლონ ამ პროცესის დაწყება. რომ ამ პროცესს ბიძგი მისცენ და აჩვენონ ღაზას მოსახლეობას, რომ წარმატებით ამცირებენ ისრაელის ყოფნას ღაზაში. ისრაელის სამხედრო დოქტრინა სრულიად განსხვავებულია, ვიდრე იყო 7 ოქტომბრამდე. ისრაელი ერთი ნაბიჯითაც კი აღარ დაიხევს უკან, სანამ სანდო მტკიცებულებას არ ნახავს. და ისიც კი, რასაც ჰამასი ამბობს, რომ დაეთანხმა, რაც გულისხმობს ნელ-ნელა გადასცენ იარაღის ნაწილი, რაც აქვთ. კარგი, მაგრამ ეს ისრაელისთვის საკმარისი არ იქნება.
ჰამასი ამბობს, კარგი, ჩვენ გადავცემთ იარაღის ნაწილს, მაგრამ მძიმე შეიარაღებას არ ჩავაბარებთ. ესეც არ იქნება საკმარისი ისრაელისთვის. ასევე ვიხილეთ განცხადება, რომ უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა. ის რიცხვები, რაც მე ვნახე ამ ძალასთან დაკავშირებით, დაახლოებით 200 ადამიანი აშენ შეძლებს საერთაშორისო საზოგადოების 200 ჯარისკაცი რაიმეს გაკეთებას, რომ ჰამასმა ვერ გააკეთოს ის, რაც უნდა. არა, ეს სიმბოლური რიცხვია. ეს უბრალოდ იმის საჩვენებლადაა, რომ იცით, ტრამპი იღებს იმ გამარჯვებას, რაც მას უნდა. მაგრამ კიდევ ერთხელ, იცით, ისრაელი არ იძვრის, 1 ინჩითაც არ დაიხევს, სანამ ჰამასი არ გააკეთებს იმას, რაც ევალება. ანუ განიარაღდება. ასე რომ ტრამპს შეუძლია თქვას ყველაფერი, რაც უნდა ამაზე. შეუძლია ეცადოს, აჩვენოს ევროპელებს და სხვებს, რომ თითქოს ჰამასისგან იღებს ვალდებულებებს. მაგრამ ჰამასისგან მიღებული ვალდებულება ისეთივეა, როგორც ირანისგან მიღებული ვალდებულება. იცით, ჩვენ ხედავთ, ამას ისევ და ისევ ხედავთ. ეს არ ღირს იმ ხაღალდადაც კი, რომელზეც დაწერილია. ამავე დროს, რასაც ის აკეთებს. და ვფიქრობ, რომ აქ ისრაელისთვის დიპლომატიური სარგებელია, რადგან ეს ისრაელს ზეწოლას უმცირებს. ყოველ ჯერზე, როცა დონალდ ტრამპი ამბობს, მე ვაკონტროლებ ღაზას, მე მოლაპარაკებ ჰამასთან, მე მივახცევ, რომ ისინი განიარაღდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისრაელი აღარ არის პასუხისგებელი ჰამასის განიარაღებაზე. ისრაელი აღარ არის პასუხისგებელი იმაზე, რაც მოხდა ღაზაში განადგურებაზე. დონალდ ტრამპი საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისგებლობას. და ეს დიდი სარგებელია ისრაელისთვის. ეს უბრალოდ პროცესია. და ეს ისევ იმაზეა, რაზეც ადრე საუბრობდით, ომის მართვა, კონფლიქტის მართვა. ამას მართავ სამხედრო გზები. ასევე უნდა მართო დიპლომატიური გზებითაც. ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი. ის ამბობს, რომ ისრაელი ძალიან კმაყოფილია ამ წინადადებით, მე კი ვიტყოდი, რომ ისრაელი არ არის. არ აქვს კონკრეტული უთანხმოება აქ გამოყენებულ რომელიმე ფორმულირებასთან. ისრაელს ხადია ეკითხებიან ამ წინადადებებში თითოეულ პუნქტზე. სანამ ეს წინადადებები ისრაელს უფლებას აძლევს დარჩეს ადგილზე ჰამასის განიარაღების გარეშე, ისრაელი კმაყოფილი იქნება. ისრაელი ახლა ძალიან კმაყოფილია ღაზაში არსებული სტატუს კოთი. ისრაელს არ სურს ღაზაში ბრძოლების განახლება. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან, რომ ჰამას აძლევენ საშუალებას ირბინოს და ტერორი მოუწყოს ღაზას მოქალაქეებს. იმ 40%-ზე მეტში ღაზას ტერიტორიაზე, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ, მაშინ როცა ისრაელი აკონტროლებს ღაზას სექტორის, დაახლოებით 60-70%. და თქვენ ვერ ხედავთ რაიმე სერიოზულ ფინანსურ დახმარებას აღდგენისთვის, სანამ ჰამასი რეალურად არ განაიარაღდება. და მე ნამდვილად მჯერა და ეს მომისმენია კიდეც, თუმცა ამას კიდევ გარკვეული დადასტურება სჭირდება. ხალხს არ სურს ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩანს, რომ ისრაელი ეხმარება იმ ძალიან ნელ ემიგრაციას, როცა ღაზელები, რომლებსაც სურთ წასვლა, გადიან წვეთობით. მათ სხვა ქვეყნებში უშვებენ განსაკუთრებული ხმაურის გარეშე. და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაიზრდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ჰამასის განიარაღება, ან სანამ სიტუაცია იგივე დარჩება, კიდევ უფრო მეტს ნახავთ და კიდევ უფრო მეტი ღაზელი მოისურვებს იქიდან წასვლას, ღაზის სექტორის დატოვებას. ასე რომ, იცით, ისრაელი კმაყოფილია ვიტყოდი იმით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აქ ამბობს. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ისრაელი გაუძლებს ნებისმიერ შესაძლო ზეწოლას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება ისრაელზე მოახდინოს, ან არც მოახდინოს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ნახეთ, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა ღაზაში. და თქვენ არ გესმით, რომ ტრამპი გამოდის და ამბობს, მე მოვითხოვ ისრაელის გასვლას ღაზიდან. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. თქვენ არ გესმით, რომ ის ამბობს, მე მოვითხოვ ისრაელის გასვლას, იცით, სამხრეთ ლიბანიდან, ხო? და ისრაელმა იგივე სტრატეგია გამოიყენა, რაც სამხრეთ ლიბანში გააკეთა. ისრაელს სურდა მთელი მიწა ლიტანიის მდინარემდე მიეღო, ხო, ასე რომ ჯერ ლიტანიის მდინარემდე მივიდნენ და შემდეგაც გააგრძელეს. კარგი? და როცა ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლა განხორციელდა, რომ შეთანხმება მიეღოთ, ისრაელი დათანხმდა ლიტანიის მდინარემდე დაეხია. და ეხა იგივე სიტუაცია გაქვთ ღაზაში. ისრაელმა ჯერ ფაქტობრივად ქვიშაში ყვითელი ხაზი გაავლო, შეინარჩუნა კონტროლი მთელ ტერიტორიაზე ამ ყვითელ ხაზამდე. ბოლო კვირებში კი ვნახეთ ცნობები, რომ ისრაელი ფიზიკურ ბარიერს ქმნის, რომელიც ჩემი აზრით ძირითადად მიწის ბარიერია, მაგრამ მაინც ძალიან კაფიო ბარიერია, რომელიც ყვითელ ხაზს გამოყოფს. მაგრამ ისრაელი რეალურად ყვითელ ხაზს გასცს და ტერიტორიას აკონტროლებს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ინტერვიუებში თქვა, რომ ისრაელი შეიძლება ღაზის სექტორის 70%-მდე აკონტროლებდეს. და ეს ნიშნავს იმას, რომ ისრაელმა სტრატეგიული სივრცე დაიტოვა, რომ უკან სადამდე დაიხიოს. ძველი ხალხი, ესე რომ იცი, ვფიქრობ, რომ ნეთანიაჰუს მიერ სიტუაციის მართვა სტრატეგიული იყო.
და ჯერ არ ხსმენია შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რომ ისრაელმა უნდა გაიყვანოს ჯარები. როგორც ჩანს, ნეთანიაჰუ კვლავ ახერხებს თავისი წითელი ხაზების მკაფიოდ გადმოცემას ამ ორ ლიდერს შორის პირისპირ შეხვედრებზე. ალექს, შენ სამხრეთ ლიბანი ახსენე. მინდა იქ მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრო. ჩვენს ბრძოლაში ჰეზბოლასთან 5 შაბათს ღამით ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში, ბოფორკის ციხის ტერიტორიაზე, ჰეზბოლას გვირაბების ქსელი ააფეთქეს, სადაც 700 ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. ამავე დროს ჰეზბოლამ ისროლა რაკეტები, ანტიტანკური რაკეტა და ნაუნტ-ორსტის შტურები ისრაელის თავდაცვის ძალების მიმართულებით, ხოლო ისრაელის ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მოდი დეტალურად განვიხილოთ ეს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჰამასმა აშენა ეს ფართო გვირაბების ქსელი ღაზა სექტორის ქვეშ, რათა განეხორციელებინა თავდასხმები ისრაელზე. იმისთვის, რომ თავი დაიცვას ისრაელის თავდაცვის ძალებისგან, ხო ასეა. ისრაელი კი, როგორც უკვე ვისაუბრეთ, აშენებს თავშესაფრებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა რაკეტების თავდასხმის დროს ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. ჰამასმა შექმნა მთელი დაცვის ქსელი, რათა თავისი ტერორისტები დაეცვა ისრაელის თავდაცვის ძალებისგან და ასევე მძევლების დასამალად. რაც ძალიან ნათლად ჩანს, არის ის, რომ არსებობდა კოორდინირებული თავდასხმის გეგმა, სადაც ჰამასი და ჰეზბოლა ერთდროულად იმოქმედებდნენ. ორივეს, ჰამასსაც და ჰეზბოლასაც ჰქონდათ დახვეწილი ტერორისტული ქსელები. რასაც ჰეზბოლა შეძლებდა თუ ჰამასი და ჰეზბოლა სათანადოდ კოორდინირებულად იმოქმედებდნენ, არის ის, რომ ჰეზბოლა შეძლებდა თავდასხმას. 7 ოქტომბერს. ჩრდილოეთ საზღვარზე შეჭრილი იყო ბევრად უფრო დიდი ძალებით და ჰამასზე უკეთ გაწვრთნილი ჯარისკაცებით, ვიდრე ჰამასს ჰყავდა 7 ოქტომბერს. და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაეტაცებინათ, ვიდრე ჰამასმა გააკეთა 7 ოქტომბერს. და სად შეინახავდნენ და დამალავდნენ მათ იმ გვირაბებში? და როდესაც ისრაელი ვატანის დინარემდე ტერიტორიას გაიარა, მათ აღმოაჩინეს დახვეწილი გვირაბების ქსელი. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა გაანადგურა მასიური გვირაბების ქსელი. და ჩვენ ვნახეთ ვიდეოები იმ აფეთქებების შესახებ, როდესაც მაგალითად 200 მეტრიანი გვირაბების ქსელი ააფეთქეს. მიწის ქვეშ. თქვენ ხედავთ მასიურ აფეთქებებს რამდენიმე წერტილში, რადგან ბომბს ერთ ადგილას აგზავნით. და უცებ ხედავთ, როგორ ამოდის აფეთქება სხვადასხვა წერტილში. და ის რიხტერის შკალაზეც კი ფიქსირდება. მართალია. აი, რამდენად მასშტაბურია ეს ყველაფერი, ხო? არა მხოლოდ გვირაბები, არამედ თითქმის ყველა სამოქალაქო სახლი ლიტანიდან სამხრეთით. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, რაც ჰამასთან ჰქონდათ ღაზის სექტორში. თითოეული სამოქალაქო სახლი გამოიყენებოდა ჰეზბოლას იარაღის საწყობად. აი ეს დახვდა ისრაელს, როცა სახლიდან სახლამდე მიდიოდნენ. და ბევრი ჩანაწერია, სადაც ისინი შედიან სახლებში, წევენ საწოლებს, გადადებენ ხალიჩებს და ამბობენ, აი რა არის აქ. და ეს ბოფორის ციხე, რომელიც როგორც იცით, უნდა იყოს დაცული სოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. კარგი? და ეს არის საოცარი უძველესი ციხესიმაგრე აქ, იცით, ლიტანიდან ჩრდილოეთით გამოიყენებოდა როგორც ალამო. როგორც ჰეზბოლას ბოლო საკრდენი. ისრაელმა დაიკავა და ეხლა მათ გაანადგურეს ეს უზარმაზარი გვირაბების ქსელი. და ვინ არ უჩიოდა ამას, როცა ისრაელმა ეს გააკეთა? შეერთებულმა შტატებმა არ გააპროტესტა. შეერთებულმა შტატებმა ამის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამს და ლიბანის მთავრობასაც ამის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამს. კარგი, რადგან როგორც შეერთებული შტატები, ისე ლიბანის მთავრობა ისრაელთან არიან ერთ მხარეს ჰეზბოლას წინააღმდეგ ომში. და ეს მართლაც საოცარი მოვლენაა. და სინამდვილეში ამ კვირაში თქვენ იხილავთ მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდს ისრაელსა და ლიბანის მთავრობას შორის, რომელიც კვლავ რომში გაემართება, სადაც მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს ისრაელის ელჩი შეერთებულ შტატებში იეხიელ ლაიდერი. ის იქ იყო სულ რაღაც 2 კვირის წინ. მეც იქ ვიყავი იმავე დროს და შევხვდი ელჩ ლაიდერს მას შემდეგ, რაც მან დაასრულა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. გითხარით, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან მეგობრულად წარიმართა ორივე მხარეს შორის. არსებობს ბევრი საერთო ინტერესი და ორივე მხარემ შეთანხმდა, რომ იტალიაში კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. ეს წინასწარ დაგეგმილია რომში უახლოეს დღეებში ჩატარდეს. ასე რომ თქვენ არ გესმით ლიბანის მხრიდან პრეტენზიები. თქვენ არ გესმით შეერთებული შტატების მხრიდან პრეტენზიები. თქვენ არც კი გსმენიათ საფრანგეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მხრიდან პრეტენზიები იმის შესახებ, რაც ისრაელმა გააკეთა. რადგან ძალიან ნათელია, რომ ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ისრაელს ემუქრება. ის ლიბანსაც ემუქრება.
ის ირანის მოკავშირე და ტერორისტული პროქსი ორგანიზაცია და წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული სტაბილურობისთვის. და იცით, ფიქრობ, ისრაელი ძალიან სტრატეგიულად მოქმედებს, როგორც ღაზაში, სადაც ისინი აგრძელებენ მოქმედებებს ტერორისტების წინააღმდეგ, ასევე სამხრეთ ლიბანში, რათა გაანადგურონ ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურა. ალექს, ამ კვირაში კიდევ ერთი ამბავი გვაქვს და პირველი კითხვა ასეთია: როგორ უკავშირდება ეს ისრაელს? ვსაუბრობ ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავზე, სახელად სეუტა. იქ იყო მიგრანტების მასიური ნაკადი. ტელევიზორში ნახეთ შემზარავი ვიდეოები, სადაც ათასობით მაროკოელი გადადის საზღვარზე. მათ ხმელეთითაც და ზღვითაც შემოაღწიეს ამ ტერიტორიაზე, ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახელად სეუტა. როგორ არის? რა კავშირი აქვს ამას ისრაელთან? იყო მრავალი ანტიისრაელური ანგარიში, რომლებიც მტკიცებდნენ, რომ სეუტაში მომხდარი ისრაელის სახელმწიფოს ბრალი იყო. თითქოს ისრაელი დგას ამის უკან. ყველა ეს შეთქმულების თეორია თითქოს და დაკავშირებულია ამ რეალობასთან. რა ხდება? სხვათა შორის ახლახან ნახეს საშინელი ვიდეო, სადაც ქუჩაში ერთ-ერთმა მიგრანტმა კაცი პირდაპირ მოკლა დანით. სრული ქაოსი ამ ესპანურ ანკლავში, რომელიც ფიზიკურად მაროკოშია, მაგრამ ესპანეთის კონტროლქვეშ იმყოფება. დიახ, ზუსტად ასეა. ეს იყო აბსოლუტურად ქაოსური სცენები. იუწყებოდნენ, რომ 50,000-დე ან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მიგრანტი გადავიდა ამ საზღვარზე და შეიჭრა სეუტაში, იცით? ეს არის ესპანეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია. და უბრალოდ საოცარია, როგორ ადანაშაულებენ ისრაელის მოძულეები ყველაფერში ისრაელს, ხომ ასეა? დიახ, მაგრამ რაც ნამდვილად საინტერესოა ამაში არის ის, რომ აქ გვაქვს ესპანეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია ხმელთაშუა ზღვის მეორე მხარეს, სამხრეთ ნაპირზე, ხო ასეა? ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ ნაპირზე და ისინი აკონტროლებენ ამ ტერიტორიას. ხოლო მაროკო, რომელთანაც ეს მიწა ბუნებრივად არის დაკავშირებული, ამტკიცებს, რომ ესპანეთი ოკუპანტი ძალა. სად გვსმენია ეს? აქ, სეუტაში. და იცი, ესპანეთი, რომელიც ვითხოვდი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ანტიისრაელური ინფორმაციის გამავრცელებელია, არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ განსაკუთრებით ესპანურად, იცი? ბევრი ახალი ამბავი, რომელიც ვრცელდება მთელ ლათინურ ამერიკაში, ანუ ისრაელზე ეს ინფორმაცია, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ვრცელდება. ეს გაშუქება იწყება ესპანეთში, მადრიდში. და მადრიდიც კი არ არის ყველაზე ანტიისრაელური ქალაქი. თუ ბარსელონაში ან სხვა ადგილებში წახვალ, იქ კიდევ უფრო უკიდურესია და რამდენად ძლიერია ისრაელის მიმართ სიძულვით. და კიდევ ერთხელ, როგორ ვრცელდება ეს ანტიისრაელური პროპაგანდა ასობით მილიონ ადამიანზე ესპანეთიდან. ასე რომ ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ანტიისრაელური პროპაგანდის გამავრცელებელი მთელ მსოფლიოში. და რა არის მათი მტკიცება? მათი მტკიცებაა, რომ იცით, ისრაელმა გენოციდი ჩაიდინა ღაზაში და რომ ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმა გამართლებული იყო ისრაელის ოკუპაციის საფუძველზე. ღაზა და ის, რასაც ისინი იორდანეს დასავლეთ სანაპირეს უწოდებენ. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ეს იუდეა და სამარია, რომ ებრაელები ეწოდებათ, იმიტომ რომ ისინი იუდეიდან მოდიან, რომ კეთილი სამარიტელები სამარიიდან მოდიან, ხომ ასეა? და ისინი არაბები არ არიან, კარგი? და აქ გვაქვს სიტუაცია, სადაც ქვაბი თაფას შავს ეძახის, რადგან ესპანეთი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს იკავებს, აქ სეუტაში. და საერთაშორისო საზოგადოებაში არავინ ამბობს სიტყვასაც კი ამ ოკუპაციაზე. გაერო სხვათა შორის არ ფიქრობს, რომ ამ ოკუპაციაში რაიმე პრობლემა არსებობს. მაშასე მაროკო ამბობს, რომ თქვენ არალეგალურად იკავებთ ჩვენს ტერიტორიას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი ამბობს, არა, ჩვენ ეს ოკუპაცია არ გვაინტერესებს. იცით, თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსს იკავებს. არავინ არაფერს ამბობს ამას. მაგრამ ერთადერთი ოკუპაცია თელ მსოფლიოში, რომელიც ყველას აინტერესებს, არის ისრაელის ყოფნა იუდეაში. თუ ებრაელები იუდეიდან არ არიან, საიდან არიან ებრაელები? თუ ებრაელებს იუდეაში არ ეკუთვნით ადგილი, სად ეკუთვნით ებრაელებს ადგილი? მათი თქმით, პოლონეთი. დაბრუნდით. ხშირად ხედავთ, დაბრუნდით პოლონეთში. რატო პოლონეთში დაბრუნება? იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი მაგალითი ისტორიაში, სადაც მასობრივი გენოციდი მოხდა. 3 მილიონი ებრაელი სისტემატურად მოკლეს ქიმიური იარაღით გაზის კამერებში და შემდეგ დატვეს კრემატორიუმებში პოლონეთში. სწორედ იქ სურთ ამ ისრაელის მოძულეებს, რომ ებრაელები იყვნენ. დაბრუნდით პოლონეთში. დაბრუნდით საკონცენტრაციო ბანაკებში, დაბრუნდით გაზის კამერებში და დაბრუნდით კრემატორიუმებში.
სწორედ იქ სურთ რომ ებრაელები იყვნენ, რადგან არ სურთ რომ ებრაელები იუდიაში იყვნენ. იცით, ჰოლოკოსტის დროს ადოლფ ჰიტლერმა თავის პროპაგანდაში თქვა, რომ ებრაელები არიან ხალხი, რომელსაც არ აქვს ერი. კარგი, მისი თავდაპირველი იდეა იყო, რომ ყველა ებრაელი ეთნიკური წმენდის გზით გაეძევებინა ევროპიდან და გადაეყვანა პალესტინაში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მაშინ პალესტინა ეწოდებოდა და რომელიც ებრაელების სამშობლო იყო. ებრაელების სამშობლოს მაშინ პალესტინა ეწოდებოდა. და ადოლფ ჰიტლერი შეხვდა ჰაჯ ამინ ალ-ჰუსეინის, იერუსალიმის მუფტის. და მუფტიმ უთხრა: არა, ჩვენ აქ ებრაელები არ გვინდა, რატო არ კლავთ მათ? და ჰიტლერმა უთხრა: კარგი, ესე მოვიქცეთ. ასე რომ იერუსალიმის მუფტი ჰიტლერთან ერთად შეთქმულებაში იყო ებრაელების გასანადგურებლად, რაც ნამდვილი გენოციდი იყო. 6 მილიონი ებრაელი მთელი ევროპის მასშტაბით, 3 მილიონი პოლონეთში. იცით გეგმით, რომ თითოეული ებრაელი გაენადგურებინათ. თუ ეწვევით იად ვაშემს, რომელიც იერუსალიმში ჰოლოკოსტის მუზეუმია, მათ ჰქონდათ სია, სადაც მითითებული იყო, რამდენი ებრაელი ცხოვრობდა თითოეულ ქვეყანაში და თითოეულ ქალაქში, თითოეულ ადამიანამდე. რა თქმა უნდა. კარგი, ზოგიერთ ადგილას ვიცით, რომ აქ 10 ებრაელია. ასე რომ, ადგილი, სადაც 10 ებრაელია, ისინი არ დაკმაყოფილდებოდნენ, სანამ ამ 10 ებრაელს არ მოკლავდნენ. კარგი, ეს იყო სისტემური გენოციდი, რომლის მიზანიც იყო თითოეული ებრაელის ბოლომდე განადგურება. ამასობაში ისრაელი ღაზაში ეუბნება ღაზელ მშვიდობიან მოსახლეობას, რომ თავი აარიდონ საფრთხეს. იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ ავაფეთქოთ ტერორისტული გვირაბი, რომელიც თქვენი სახლის ქვემოთაა, რომელსაც იყენებენ როგორც იარაღის საწყობს. გთხოვთ გაეცალეთ, თავი აარიდეთ საფრთხეს. ჩვენ გაჩვენებთ სად არის უსაფრთხო ზონა, რომ არ მოგდეთ. კარგი, ასე რომ ესპანეთი ამას გენოციდს უწოდებს. ისრაელი ყველაფერს აკეთებს. ისრაელი ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს, რაც წარმოუდგენელ სიტუაციაში შეიძლება გააკეთოს. სადაც მათ ტერორისტული ოპერაციის განადგურება უწევთ, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავს კონტროლზე, ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობა გადაადგილონ, თავიდან აიცილონ სამოქალაქო მსხვერპლი, ასე რომ ეს გენოციდია ოკუპაციის საფუძველზე. და აქ ხედავთ, რომ ესპანეთი იცით, რომ ეხლა ესპანეთი მაროკოს ერთ ნაწილს იკავებს და იღებს იმას, რაც ეკუთვნის. რადგან 50,000-ზე მეტი მაროკოელი მუსლიმი მიგრანტი უბრალოდ იჭრება იქ. და ეს ასევე მაგალითია მუსლიმანების მიერ ევროპის სრულად დაპყრობისა. ევროპა მთლიანად მუსლიმანებმა დაიპყრეს. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ევროპელები აღარ აჩენენ შვილებს, ხოლო მუსლიმანები მათზე მეტშობენ. კიდევ ერთხელ უზარმაზარი სხვაობით, ხოლო ჩობადობის მაჩვენებლითაც კი, ევროპა ძალიან სერიოზული, სრული და აბსოლუტური კოლაფსის საფრთხის წინაშეა. და ვისი ბრალია ეს? ებრაელები. ეს ისრაელის ბრალია. ONC ამბობს. ხო, იცი რა, თავეთანხმები მათ. ეს ებრაელების ბრალია. რატომ? იმიტომ რომ ევროპელთა მცდელობისას გაენადგურებინათ ებრაელი ხალხი, ის თუ ღმერთი მართავს სამყაროს, კარგი. აქ ღვთიური სამართლიანობა ხდება, სადაც ევროპელებმა თქვეს, იცით რა, ჩვენ არ გვინდა ებრაელი. მაშ, იცით რა, ღმერთი ამბობს. კარგი, თქვენ არ გინდათ ებრაელები. ხო, თქვენ მხოლოდ მუსლიმებს კი არ მიიღებთ, არამედ იტყვით, რამედ იტყვით. ჩვენ გვინდა მუსლიმები და ჩვენ მათ ჩვენ საზღვრებს გარედან ჩვენ საზოგადოებაში მოვიწვევთ. ასე რომ თუ ევროპელები იტყოდნენ, იცით რა, ჩვენ გვიყვარს ებრაელები. ებრაელები აძლიერებენ ჩვენ საზოგადოებას. ისინი ჩვენი ეკონომიკის სათავეში დგანან, ჩვენი პოლიტიკური სტრუქტურის სათავეში. ისინი აძლიერებენ ჩვენ საზოგადოებას, რასაც აკეთებენ ყველგან სადაც მიდიან. თუ ევროპა იტყვის, იცით, ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ ისინი ამის ნაცვლად აირჩევენ ნებაყოფლობით იწვევენ მუსლიმთა ამ მოსახლეობას, რომლებიც ანადგურებენ მათ კულტურას და სურთ შარიათის კანონის დამკვიდრება მათ ქვეყნებში. და ისევ, ხო იცით, როგორც იტყვიან, სხვის ნაგზე ლაპარაკობენ, როცა თვითონაც იმავეს აკეთებენ. მაროკოში ტერიტორიას იკავებენ და არავინ არაფერს ამბობს ამაზე, იცით, მაშინაც კი როცა ეს ხდება. Alex, am თემაზე, am გიჟურ სამყაროში სადაც ცხოვრობთ, ამ კვირის Jerusalem Minute-ის დრო ამოიწურა JNS-თან. Media Hub-ი იერუსალიმში. ის არის Alex Trimani, JNS-ის აღმასრულებელი დირექტორი. მე ვარ Josh Hastoni, JNS-ის კორესპონდენტი. აუცილებლად ეწვიეთ JNS TV-ს ყველა შესანიშნავი კონტენტისთვის. დაგვიტოვეთ სუპერ მადლობა. გამოიწერეთ და ეწვიეთ jns.org-ს ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან უახლესი სიახლეებისთვის. მომავალ კვირას კვლავ ვნახავთ აქ Jerusalem Minute-ზე, JNS TV-ზე.